როდესაც ბერმუდაში ორივე ინსტანციის დავა მოიგო ივანიშვილმა, შემდგომ მიმართა სასამართლოს და თხოვა, რომ მომეცით მე ეს ფული, მოდი აღვასრულოთ, სავარაუდოდ იცოდა რა, რომ მალე დაეწევა, ასე ვთქვათ, სანქციები გაერთიანებული სამეფოსიც, მოითხოვა, რომ მომეცით მე ეს თანხა და მე ლონდონში წაგების შემთხვევაში ამ თანხის უკან დაბრუნებას ვუზრუნველყოფ ჩემი ქონებით, რომელიც თანაინვესტირების ფონდის საკუთრებაში აქვს, რომელიც რეგისტრირებული არის ლუქსემბურგში და საბოლოო ჯამში კაიმანის კუნძულებზე და ძალიან საინტერესო იყო სასამართლოს პასუხი. პირველი სასამართლომ თქვა, რომ შენ ხარ სანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და მაღალია ალბათობა, რომ კი დღეს მეუბნები, რომ ეს და ეს ქონება გაქვს, მაგრამ შენ ეს ქონება გადამალო საქართველოში. მე აგზელებს სასამართლო მსჯელობას. თუ კი შენ ამ ქონებას გადამალავ საქართველოში შენ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე აღსრულება იქნება შეუძლებელი, იმიტომ რომ შენ გაქვს გადაჭარბებული გავლენა ქართულ სახელმწიფოზე და სახელობითად იყო მითითებული შენ გაქვს ძალიან დიდი გავლენა სასამართლოზე.